საკუთრებულ საარჩევნო კომისიის მიერ იქნება გადებული საბოლოო მონაცემები ექნება ალბათ შემაჯამებელი პრესკონფერენცია მანამდე მომდენი პრესკონფერენცია მიტინგი ჩვენი მერობის კანდიდატს ბატონ შაშელის სასაფრთხო მინდა ვისაუბროთ შემთხვევით და იმ მომჩენს ის მომდა და პარლამენტიდან ყველას დიდი მადლობა ვახსენო ყველას ჩვენს წარმომადგენლებს ჩვენს თანაგუნდელებს ჩვენთან ერთად იყო ამ საარჩევნო მარათონში დიდი მადლობა მინდა ყველას მივახსენო ეხლა კი ბატონ დიდი მადლობა ჩვენ ალბათ ისეთ გამოშვებას ელოდებით საუბარი იქნება რომ ვიდეო გაყალბდა და არ გაყალბდა ასე შემდეგ არც ამის სურვილი მაქვს და არც ამის განწყობაზე ვარ ამ საკითხებზე ვისაუბრო მე ზოგადად მინდა სუბიექტი სერიოზული შეფასება გავაკეთო მდგომარეობა იმაზე უფრო მძიმეა ვიდრე მგონია და ეს არა მარტო ქუთაისში თელეთ საქართველოში ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ასე ჩავერთები არჩევნებში როდესაც მოდიოდა მიხეილ სააკაშვილი და თქვი რომ ვიცი რომ დანიშნულია პრეზიდენტი მაგრამ ერთვები არჩევნებში იმის გამო რომ რამდენიმე ადამიანს მაინც გავაგებინო რომ უბედურებას მოიტანს მისი პრეზიდენტი ასე შემოვიარეთ ეს საკითხი და უთხარი მაშინ ყველას რომ უბედურება მოდიოდა ნაციონალური მოძრაობის დიდი შემადგენლობის სახით და უბედურება მოდიოდა მიხეილ სააკაშვილის სახით ქუთაისში ძალიან ბევრია ადამიანი რომელიც ამას გაიხსენებს დღეს თუ ადრე ვამბობდით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი დღეს ვამბობ დღეს მხოლოდ ბრძოლაშია საქართველოს გადარჩენა მე საოცარი მოტივი მომცა საოცარი შინაგანი ძალა მომცა ქუთაისთან ქუთაისთან შეხვედრებმა იმ განწყობამ რომელიც დღეს საქართველოში საჭირო არის რომ გავაერთიანოთ ქვეყანა ეროვნული იდეით და დიდი მიღწევა მივიღე ამის შემთხვევაში ბედნიერი ვარ ამის გამო ბედნიერი ვარ იმის გამო რომ ქუთაისში აბსოლუტურ უმრავლესობაში არის ეს განწყობა ვარ ბედნიერი რომელობაშიც არ ვიყავი მე არ ვსაუბრობდი ქუჩების მოკეცურაზე და მე არ ვლაპარაკობდი იმაზე რომ წყლის პრობლემა და მოიხსნას მე ვსაუბრობდი იმაზე რომ ქვეყანაში გადასარჩენია ქართველში ქართველი და საქართველოში საქართველო და მე ვიღებდი ყველგან თაშს და ამისათვის დიდი მადლობა მე დღეს უფრო გამომეტილად ვამბობ ვისაც ქართული სისხლი გვაქვს ვისაც კაცობა გვაქვს ვისაც წინაპრისადმი პატივისცემა გვაქვს ვინ შვილზე ფიქრობთ ვინც მომავალზე ფიქრობთ დავფიქრდეთ რა ხდება საქართველოში არჩევნებიდან არჩევნებამდე მე მინდა ვთქვა რომ 2003 წელში ჯერ 1992 წელში 20-30% შეძლეს დასავლეთის მასონურმა წრეებმა და თავისუფლების ისტორიის იდეოლოგიის ორგანიზაციებმა 20-30% მოიყვანა ხელისუფლებაში 2003 წელში დაასრულეს საქართველოს ხელისუფლების სოროსიზაცია მაგრამ ეს მოხდა ზუსტად 23 ნოემბრის შემდეგ. ამ არჩევნებმა, რომელიც გვერდზე ჩატარდა საქართველოში, არ მაქვს სრული ანალიზი, მაგრამ ქუთაის მაგალითს ხედავ, რომ ადგილებზე დაასრულა სოროსიზაცია. ვაი იმას, ვისაც არ ესმის ამ მდგომარეობაში ეს. ვაი იმას, ვისაც გონია რომ ხარი დაუჭირა ვინმე კონკრეტულ პიროვნებას და გვარს. ვაი იმას, ვისაც გონია რომ ის შეიძლება მუშაობს მერიაში. ამიტომ დადგა იმ შტაბში ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი მოიგდა და ამდენად მითხე შემომითვალეს რა ვქნა ჩემი შვილი მუშაობს მერიაში. ვაი თქვენსაც თქვენ არ იცით ქვეყანა რა მდგომარეობაში. ქვეყანა არის იმაზე უფრო მდგომარეობაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენთ. მე მინდა ვთქვა რომ დღეს ორი იდეოლოგიის ბრძოლაა ქვეყანაში. ერთი იდეოლოგია ქართული განათლებულ ადამიანზე, განათლებულ ქართველზე,
ღირსებით სავსე ქართველზე ორიენტირებული მეორე იდეოლოგია ეს არის დააბეჭაო და უთხრა შენ განათლება არ გინდა ფეხით იარე და ხელებით იმუშავე მოემსახურებ იმეს და ამით მიიღებ სარჩა ჩვენ დაგვაბეჭავეს ძიმეთ უნდა ვთქვეს დაგვაბეჭავეს ქართველი ქალი თურქეთში ფეხებს გავს თურქს ამერიკაში ამერიკელს რუსეთში რუსს ეს ყველაფერი არის იდეოლოგია ორი იდეოლოგიის დაპირისპირება მე ვარ იმ იდეოლოგიის მომხრე რომელიც დავით ამაშენებიდან მოდის საქართველოს გადარჩენა საქართველოში მე ვებძვი იმ ხალხს ვინც ლაპარაკობს რომ თუ ჩვენ ვინმესთან არ ვიქნებით კარგად ცუდად იქნება ჩვენი საქმე ვაი თქვენ საწუდა ვინც ფიქრობთ მან ამერიკასთან უნდა ვიყოთ ან რუსეთთან მე ვდგევარ და ვამბობ ამ ტრიბუნასთან ვდგევარ და ვამბობ საქართველოს გადარჩენა საქართველოში საქართველოს გადარჩენა იმ ხელისუფლებაში რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართებოდა ქვეყნის გარედან შევარდნაძე სრულად იმართებოდა ქვეყნის გარედან სააკაშვილი და სრულად იმართება დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის გარედან რას ითქმის 85 წლის მაკეინი ეს არის მთავარი და საქართველოში 85 წლის კაცერატყვა ცოცხალიო ამაზე ლაპარაკობ ეს არის ტრაგედია საქართველოში ორი იდეოლოგია ეჯახება ერთმანეთს ერთი რომელიც ლაპარაკობს ქართულზე და მეორე იგებს არჩევებს და ამას მოგიგებსა ქუჩას და დაგიგებ ასე დაბაჭაჭანაკეთ ჩვენ რომ დღეს ქუჩის მოკინწვლა და რაღაც სტადიონის გაკეთება ნიშნავს ხმის მიცემას ტრაგედია ქართული ტრაგედია ხალხ ადამიანები ქუთაისებოდა თელ საქართველოს ევროპები ყველაფერი ასესხები ფულით კეთდება 64 მილიონი დოლარი ისესხებს რომ წყალსადენი გააკეთო მაშინ როდესაც 5 მილიონი ჩვენი ფულით გავაკეთეთ 10 ჯერ მეტი ამას აკეთებენ ესპანელები დაიქირავეს ჩვენი ხალხი ისე მონობა მე ვებრძვი საქართველოში მონობა ჩინელებმა მონობა დაიყენეს ქართველები 280 ლარს უხდიან ქართულ კაცს უმაღლესი რანგის სპეციალისტებს არაბები სამოსხდიან მე დღეს ვამბობ იმას რომ მე კი არ წავიდია მე მოვიდი ქუთაისმაძა იმიტომ რომ არ მოვიდა ეროვნული იდეოლოგიის ზალა ქართველობაზე არ არის მაგრამ მე მარტო არ მოვიდა აქ მოდიოდა ძალიან დიდი განწყობის ეროვნული განწყობის ზალა მაგრამ დიდი მადლობა ყველას აქ ითქვა დასაწყისში და მინდა ხაზი გავუსვა ის 6000 კაცი მეტი თუ ნაკლები რომელიც მივიდა არჩევნებზე და ხმამიცა თემურშაში ეშვეს ის იამაკებს იქით რომ ხმამიცა თემურშაში ეშვეს რაც დროგავა ძალიან ბევრი პიროვნება დაფიქრდება იმაზე რატო არ შემოხაზა სამივე სამიანი ან ერთი რომელიმე არ შემოხაზა დაფიქრდება ამაზე იმიტომ რომ ნახავს ყველაფერს არავითარი მოწესრიგება ქვეყანაში არ იქნება სახელმწიფო ბანდიტიზმი გაგრძელდება რასაც ვლაპარაკობდები კორუფცია გაგრძელდება რაც მეტი ფული დაიხარჯა არჩევნების დროს მით მეტი კორუფცია იქნება ქვეყანაში და იქნება საშინელი კორუფცია გეუბნებით ამას ზედა გოლებში ცენტრალურ გოლებში ამის შეჩერება არ იქნება შემიძლებელი დღეს როგორი არჩევნების შეფასება ხელისუფლება ამბობს ჰიპერბოლურ შეფასებებს აკეთებს ეს სიტყვა უნდა გამოვიხსენო ჰიპერბოლურ შეფასებებს აკეთებს რომ უპრეცედენტო დემოკრატიული და დემოკრატიის აზრითება ყოფილა ეს არჩევნები ეს გამოთქმა არ დაკერებულად მოისმინე დემოკრატიის აზრითება ვისაც ჯერა პატრონებო ეს იყო უპრეცედენტო დემოკრატიული ან დემოკრატიის აზრითება დარჩით ამაზე და ხელისუფლება რომელიც ამბობს რომ უპრეცედენტო დემოკრატიის აზრითება ამ დროს ულოცავს ქართველ ხალხს აი ამ უპრეცედენტო დემოკრატიულ არჩევნებზე დემოკრატიის აზრითებას მე რას ვაკეთებ მე სამძიმარს აუცხადებ თუმცა ამის საფუძველი მაქვს მაგრამ მე კი ასე ვთქვი ქართველ ხალხს დაფიქრებისაკენ მოუწოდებ ამ არჩევნების შედეგებით და ულოცავ თავარს ვინც მოიგო ამ არჩევნებზე ამერიკის ერს ბატონ ნორმანს რომელმაც ამერიკული დახვეწილი ტექნოლოგიები გააკეთა ყველაფერი რომ მთელი საქართველოს სოროსული თავისუფლების ინსტიტუტის იყოს მთელი საქართველოს იმ ხალხის იყოს ვინც გაატარეს ამერიკაში საქართველოში კურსს დამთავრებული არაფერს არ ნიშნავს საქართველოში განათლება მიღებული არაფერს არ ნიშნავს მე მინდა ვთქვა რომ ესე იგი მაისში თავის დროზე ერთი ნაწილი ხელისუფლება გადაწყვეტა თბილისში სოროსული
ხოლო ნორმალმა გადაწყვიტა ადგილებზე და ქუთაისში გასაგებულად გადაწყვიტა ეს ყველაზე ეროვნულ და ყველაზე მთავარ ქალაქში, რომელშიც უნდა იყოს. მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ 11 წელი ტექნოლოგიის შედეგია მეორე ტურები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. 11 წელი ტექნოლოგიის ტურები მეორე ტურები. ეს არის სოციალური სისტემა, რომ გარკვეული პერიოდის შემდგომ მოიყვანო დააბრუნო ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა და გარკვეული პერიოდის შემდგომ ისევ ქართული ოცნება და აი გადაწყვიტა ამერიკამ, დასავლეთმა გადაწყვიტა რუსეთმა ხელი შეუწყო. გადაწყვიტა ის, რომ საქართველოში ორი პოლიტიკური ძალა იქნება, თუ ჩვენ ქართველები არ გავიქნებით, არ გამოვა ამ მონური მდგომარეობიდან და გადაწყვიტა ორი პოლიტიკური ძალა, ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. დღეს ორთავე მისია. ორთავე დღეს იმართება ამერიკიდან, ერთი ცენტრიდან. და ამიტომ გავს, როგორც ხის ორი წვეთი, ისე გავს ერთმანეთს ამ ორი ძალის მოქმედება. ვაი საქართველო. იმ პიროვნებას, ვინც ფიქრობს, რომ გავიმარჯვეთ, ან ვინც ფიქრობს, რომ ეს კარგი. უბედურება როგორც რუსეთიდან მართული, ისევე ამერიკიდან მართული პოლიტიკური ძალები. დღეს ყველაფერი რაც დასრულდა საქართველოში, დასრულდა, გრძელდება ძალიან სერიოზულად და დასრულდება იმით, თუ მაგრად არ დავუდგებით. და თუ ჩვენ რომელმაც დიდი მუხტი მივიღეთ დღეს, ასე იგი ქუთაისში და ყოჩა ან ქუთაის ამ შეხვედრებს ამას ძალიან დიდ იმას მნიშვნელობას ვანიჭებ, დიდი მუხტი თუ არ მივიღეთ და ჩვენ თბილისში მივდივართ ჩქარობ, იმიტომ რომ შეგვიძლია დავჭრეთ, წუთი არ გავასწინოთ, დავიწყოთ ბრძოლა საქართველოსთვის. წუთის გასწენა არ შეიძლება, დღეს ვარ გამოვლიჯოთ ეს ამ უბედურ ძალებს არ გამოვლიჯოთ ქვეყანა ხელიდან. მე არ ვაპარაკობ ბატონო ქალაქის მერობას და მეკითხავ, მე ქალაქის მერად არ მოვდიოდი, უბრალოდ მე არ ვიქნები. მე ვიქნებოდი ქუთაისისათვის ძლიერზე ძლიერი მერი და ქუთაისიდან დაიწყებოდა ეროვნული იდეით საქართველოს გაერთიანება. ამისთვის მოვდიოდი. მე ამ ბრძოლას არ ვაჩვენე. და დიდი მადლობა ყველას ის ორი პიროვნება, რომელიც შემოჩვენა ბატონი დავით ციტაიშვილი, ვიცი რომ ამ განწყობის კაცი და ბატონი ვახტანგ გაბუნია, რომელიც ვიცი რომ ამ განწყობის პიროვნებები იქნებიან. ეჭვარ მეპარება მაშინ. ეჭვარ მეპარება მაშინ, თუ ის უღალატო ხალხი არიან და ღალატი არიან. ეს ძალიან პრინციპულია. ჩვენ ყველანი განწყობილი ვართ, ეს დღეებია ვსაუბრობ. ძალიან ბევრი ახალი ძალა ემატება ამას. არ არის პოლიტიკურზე ლაპარაკი. ინტელიგენციაში საქართველოში დიდი გამოფხიზლებაა, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ჩვენ ვათამაშებენ, რომ დააჩოქონ, დაიმუნონ, დაამუნონ საქართველო, ქართულობა დაგავიწყონ, ქართული ტრადიცია დაგავიწყონ და საქართველოზე უარი გვატყუებენ. საქართველოში მუდმივად იქნება ძლიერი ის ხალხი და ის ძალა, რომელიც ამას არ გაახდენს. ვაი, თქვენ საწოდებო, ვინც სოროს ემსახურებთ და ვინც დღეს მოგიხართ, რომ აემსახუროთ ისევ გააგზავნოთ ეს მუშაობა. მე მინდა ვთქვა, რომ სკამის კაცები ყველა ხელისუფლებაში რომ ახერხებდნენ. ჩემამდეც და ჩემს დროსაც და ჩემს შემდგომ. სკამის კაცები ყველა ხელისუფლებაში რომ ახერხებდნენ ყოფნას, ყველაზე ანტიქართულები არიან დღეს თავის მოქმედებით. საფრანგეთში იციან საქართველოს. დღესაც მათ გაიმარჯვეს. სოროსები მოიყვანენ და ძალიან ბევრზე მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთს შეეშინდა აქ სოფლისთან გავლა ძალიან ბევრს, რომლისთვისაც არ ნახულად ბევრი რამე აქვს გაკეთებული ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შეეშინდა გავლა ახლოს და შეეშინდა გოგებაშვილის ქუჩაზე გასული. სახლიც ოქონდა შემოგვით მიდიოდა სახში, როგორც ჩვენ სოფლისთან არ გაერო. ტრაგედია საქართველოში ასეთი ხალხის არსებობა. ესენი არიან ამ ხელისუფლების აღნებები. ვინ ჩვენთან მუშაობდნენ, დღეს მთელი შემადგენლობა ვინც არის ქართული ოცნების, ესენი არიან ის ხალხი, რომლებიც უმეტესი ნაწილი ჩემთან, ჩვენს რიგებში ჩვენთან იყო. გახდნენ სოროსელები, გილოცავთ სოროსელობას, იქნებ გამოფხიზდეთ და იქნებ გამოფხიზდეთ ისე, რომ იფიქროთ, რომ ეს არ არის ქართული გზა, რომელიც ეთასწრები. მე მინდა ვთქვა, რომ არ არსებობს ქვეყანა, სადაც დემოკრატიული ეწოდოს არჩევნებს, სადაც უშიშროება აქვს. ეს არჩევნები საქართველოში, მაგრამ ქუთაისში თავიდან მორამდე ჩააკარა უშიშროება. დღევანდელი გუბერნატორი, რომელიც უშიშროების წარმომადგენელი იყო, ჩემს დროს უშიშროებაში მუშაობდა, კი მხედავდი ესენი რა იყვნენ და რა მოთამაშეები იყვნენ და როგორ თამაშობდნენ, ამ თამაშს კარგად აგრძელებენ დღეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. თქვენ საწოდებო საკუთარი თავი გაანადგურეთ, ცოტა ხანში ნახავთ, აზრიდდებ ეროვნული ძალა და თქვენ აი ამ ხალხს ვინც უშიშროებაში დღეს და ვინც არ მოყვართ ასე.
და ვინც აგრძელებთ იმას, რომ უშიშროება ნიშნავს დღეს ყველა კაცი საქართველოში, ყველა გამგებელს, ყველა უშიშროება დანიშნა ყველა ის ხალხი, ვინც იყო პენსიაში შედარებული. მე გამოვხილე სტილისიდან, რომ უშიშროებას დაანებეთ თავი არ ახსენა, როცა თქვი, რომ უშიშროება აკეთებს ამას. ერთ-ერთმა ჩემთვის ძალიან საოცრად საინტერესო პიროვნება ყოფილმა უშიშროების მინისტრმა გამოვხილე. იცოდე ამ არჩევნებს უშიშროება ატარებს და ნუ დაანებე უშიშროებას თავი. არა, მე ქართველი ვარ და არ მინდა რომ უშიშროება ატარებდეს არჩევნებს. არ მინდა რომ უშიშროების ხალხები მოდიოდნენ და არ მინდა რომ უშიშროებაში სოროსელები მივიდნენ. ქუთაისში უკვე ვნახეთ ძალიან ბევრი სოროსელი, რომელიც მიიღეს უშიშროებაში. თქვენს ბატონებო ჟურნალისტები და მე ვხედავ იმას, რომ ჟურნალისტთა კორპუსი აქტიურად მოკლეს ქუთაისში, არასამთავრობო სექტორი მოკლეს ქუთაისში, რეალურად ეგ არის, იმიტომ რომ ვხედავ თბილისში რა ხდება, ან როგორ არიან და როგორ ძიძიგებენ და როგორ შიშობენ, თქვენზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ხელმძღვანელები როგორ შიშობენ, ვაი და ტელეფონზე ნუ მირეკავთ და ნახეთ და შემდგომ დაიქცა ეს ქვეყანა. თქვენი შიში კი არა საქართველოს. მე ამათ ყველა საფრთხეო ჩემთები თუ ისინი ვერ გოგონებს. თავის დავაცხადებელი ამ ხალხის წინაშე წინააღმდეგაც უნდა დავიწყოთ ურთიერთობისას წინააღმდეგ უნდა დავიწყოთ, რომ ვარ ბედნიერი, რომ ჟურნალისტი არ არსებობს ქუთაისში, რომელსაც უთხარი რომ ეს ასე თქვი, ეს ისე თქვი, ეს ისე გააკეთე, ასე მე ვარ ბედნიერი. არასდროს ეს არ გამიკეთებია. სამწუხარო ის არის, რომ რაც გააკეთეთ, რასაც აკეთებენ დღეს, ეს არის სოროსის სამსახური. ძალიან ბევრი მედიის ხელმძღვანელი საქართველოში ემსახურება სოროსს. გამოფხიზნით დღეს ოჯახებში არ იქნება სიმშვიდე. და არ იქნება თქვენს ტიპის სიმშვიდე, რასაც თქვენ აკეთებთ. გამასვაგო ხმამაღლა და გამომეტყვა. მე არ მჯერა იმ არჩევნების, როცა სიმართლე ალებს და მე არ მჯერა იმ არჩევნების, როცა თქვენი იგებს. მე ვამბობ, სიმართლე წავა, მე გულწრფელი ვიყავ, მე მეუბნებოდი. ესე იგი, არ თქვა, რომ ბანდიტიზმია ხელისუფლება კიდევ ერას რო ვიწყებ, პირველად რო გამოვიდა, რამდენიმე პიროვნება ქუთაისში გამართილა, ადამიანურად მითხრა, რომ ბატონო თემ წააგეთ, ნუ ლაპარაკობ ხელისუფლების ბანდიტიზმზე, იმიტომ რომ იმდენი ფული ტრიალებს და იმდენი ვინმე ამ ფულთან დაკავშირებული. არ თქვა ეს, ბედნიერი ვარ რომ ამბობდი, იმიტომ რომ მე გულწრფელი უნდა ვიყავ და მართალი უნდა ვიყავ და ამ სიმართლით მივიდოდი. მე ხელისუფლებას ბანდიტების ხელში ვიყავს. ანალიზი ვითხარი ამას. უნივერსიტეტის რექტორი ჩემი ყოფილი მრჩეველი მონა სოროსის და სოროსელების 1,700,000 სტუდენტებზე იხარჯება და იხარჯება პოლიტიკისათვის. და ვინ ყავთ კიდე ირგვლივ შემოქმედები ადამიანები, როგაყვები ამას ყველაფერს მიხვდები იმას, რომ ესე მე ბედნიერი ვარ, როცა ჩამოვედი ქუთაისში, ჩემი მეუღლეს უნივერსიტეტში მუშაობდა თბილისში, მაგრამ არ მიკადრებია უნივერსიტეტისათვის, რომ ვიცით რა, ჩემი მეუღლე მე გადმოვდივარ ქალაქის მერე, ჩემი მეუღლე თბილისში მუშაობს უნივერსიტეტში და ჩემი მეუღლე ახლა არ მაკადრეს უნივერსიტეტს. ყველა ხელისუფლის მეუღლე უნივერსიტეტში მუშაობს და უნივერსიტეტი გახდა კიდევ მეორე. აი გარკვეულწილად დღეს ბრძოლა აიქაც, ვინ გაიმარჯვებს ქართულ თუ антიქართულზე. ეს არ არის მარტივი სიტუაცია. მე მინდა ვთქვა, რომ ვამბობდი, რომ ბანდიტიზმია ფულის ხარჯვაში, სახელმწიფო ფულის ხარჯვაში. უნივერსიტეტშიც სახელმწიფო ფული სადაც იხარჯება, ხელდან ბანდიტიზმია. ეს არის რეალობა. სამი თვის განმავლობაში მე მეუბნებოდი, ნუ ამბობ ამას, რომ სამი თვის განმავლობაში დავდებ ის ხელშია ესე იგი ქუთაისში ბიზნესი. დღესაც ვამბობ, ყოფილი თავმჯდომარეების, საქართველოს თავმჯდომარეების, ყოფილი მერების, ყოფილი მაგალითად 7 ვაკაცია, რომელსაც შეჭამეს ქუთაისში, რომელსაც დიდი ფული შემოაგდეს არჩევნების წინადღეს და 6-დან 8 საათამდე წავაგეთ არჩევნები. მიდით ნებისმიერ უბანზე და ნახავთ იმას, რომ 5 როგარ მოაგონეს, მიდიოდა ესე რომ სულ თავიდან პარიმაზე 6 საათამდე ყველა გვირეკამდე თავიდან 5-ის ტექნოლოგიას ვთქვით როგორ არის, ყველა გვირეკავდა რომ კარგად ვარ, ბოლოს 6-დან 8 საათამდე ნისული ადამიანები წავაგეთ არჩევნები. მიიყვანეს ხომ ეს ხო ხედავთ რა როგორ მიტყოდათ. ვინც თავის ნებით მივიდა, იმ ხალხმა სწორი პოზიცია დაიჭირა. ვინც მიიყვანეს ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს. ვაი იმ ადამიანს არ იქნება სიკეთელის ოჯახში, უბედურება შევიდა 15 და 30 ლარი. და განსაკუთრებით ეს შევიდა ხიზნებს მიდა უთხრა, ჩემი დიდი პატივისცემა ხალხო, სიცოცხლის ფასად დავდექით თქვენთან 15 ლარში გავკიდეთ. 30 ლარში გავკიდეთ, ვინც გააკეთა ეს, ბევრმა ალბათ არ ამბობ, ვინც გააკეთა ეს. მინდა იცოდეთ, ვინც გააკიდეთ, თქვენ სახში შემოვიდა უბედურების ფული. და ხმამაღლა ვამბობ, ვინც ხმას ხიდულობს, ის ქვეყანას ხიდის და გაგვიკიდეს ამ ხალხმა ქვეყანა. აფხაზეთში ხიზნებს უბრალოდ დაგვეგრა ჩვენ აფხაზეთი თავზე, იმიტომ რომ იქაც ჭამდი
არა ეს იყოს თავმჯდომარე, არა ეს იყოს და თავმჯდომარე ვერ არჩიეთ. აფხაზეთში იმიტომ რომ იქაც მიდოდა კიდე. გაგრძელდა ეს პოლიტიკა არ შეიძლება ბატონო მე თქვენი პატივისცემელი ვარ. მიყარხართ და იმიტომ გეუბნებით ამასტორი. მე პრობლემა არ აქვს. თქვენ ხედავთ მე რა დიდ მოძრაობას ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად ჩავდგები რა დიდ ქართულ მოძრაობას. აი ამასაც ვია. ძლიერი ქუთაისის ბრძოლას კი არ გავთავაზებ. ვიცხე იმ ხალხთან ერთად, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. და ეშინოდეს ყველას ვინც ქალაქის მერიაში იქნება თუ სხვაგან ვინც იქნებიან ძალიან ბევრს დავაკავებს ამას. ამაზე უარესი რა უნდა გითხრა. ხალბატონმა დონეს გადაეცეთ ეგრევიშვილის დიდი მადლობა რომ მე რომელმაც მაშინ გარკვეულწილად თარგმნელად ხოვე რომ მოდიოდა ხალბატონი მადლობა ეგრევიშვილი და 25 წლის ხელი მოვაწერებს ნიუპორტთან დამეგობრებას და 25 წელი შესრულდა და თურმე ქუთაისში ვარ და ამ დროს ნიუპორტელები აქ არიან 25 წლის აღნიშნულად მე ვარ ის მერი რომელმაც ხელი მოვაწერე დავიწყე ეს პროცესი. მე არ მიმიწვია ეს ხალხო და გუბერნატორი მე დღეს ეს მერობის მოვალეობის შემდგომ პრინციპო გადამდგარი ესენი ესწრებოდნენ ამას სამართლიანი ვარ და თქვენ გონიათ ეს კარგი. მე შემქმნელი მუნიციპალიტეტები არა ქუთაისში. ძირი სახელმწიფო მუნიციპალიტეტები ჩემს წინააღმდეგ გამოიყენეს. მადლიერების სახით მე შემქმნელი ქუთაისში. მადლიერების სახით ჩემს წინააღმდეგ გამოიყენეს. ეს არის ტრაგედია რაც მოხდა ქალაქში. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ეს სიტუაცია ამაში ოდნავ მე ყველა მართლებია. ნუ ლაპარაკო ბატონო თემო იმაზე რომ პარლამენტი უნდა გადავიდეს ქუთაისში. წააგებო მეუბნებოდი. ვარ ბედნიერი რომ ამბობდი იმას რომ პარლამენტი უნდა იყოს დედაქალაქში და ქუთაისში უნდა იყოს, ქუთაისი უნდა იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი. სხვა აზრი არ მქონია და ამბობდი. და მე გითხარით რომ როდესაც საუბარი ქონდა ჩვენ შესვენების დროს ნეგატივიზმი ორთავე ფერმა დამიდასტურეს და მითხრეს პირდაპირ პირად საუბარში რომ ის როი ხარ ბატონო თემო მაგრამ ხალხის მიერ სავაგებ თავით. ართალი ვიტყოდი ხალხთან სიმართლე უთხარი მოვივი აღწევდნენ იმათ მოიწეს. ერთი ატყუებდა იმასაც რომ თუ სხვაობა ხელისუფლების აკონტროლი იქნებოდა რომ პროგრამები შეჭრდება ატყუებდა და მეუბნებოდა თუ თემო შაშიაშვილი იქნება უშუქრობა იქნება. ატყუებდა ისიც მაგრამ იმასაც მაგრამ სწორედ სააკაშვილმა გაკიდა გესები და იმიტომ რაზმებდნენ შუქს ხალხს რომ გაეკიდა ჩეჩები. აი ნახეთ თქვენ რას ნიშნავს სოროსის იდეოლოგია. ვინც დააქცია საქართველოს ვინც ქართული ხესები გაკიდა ვინც ქართული კაცს არ მიცა 1 კილოვატ-საათ ელექტროენერგიაში აი იმ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ჩემს წინააღმდეგ გაკუთრებულ თუ შუქი არის ამისაში ტყუილი მაგრამ აი ესეთი ტყუილები მოიესარჩენა. მე მინდა თქვა რომ ძალიან ბევრი რამე რომელზეც შეჭერება ჭირდება მაგრამ რამდენიმე წუთი მინდა კიდე რომ ესე იგი დავასრულო ჩემი ისა და მინდა ვინც ჩაიწერს ამას ბოლომდე შეიგავდეთ რომ გაგახსენდება ჩემში. სხვა შორის ესე იგი ეხლა ეულასთან რო ვარ ახსენდება ერთი ავტომატურაშვილის და მეგონი როგორ დამძიმდა ეს სოფელი ალუბლის ტოსავით გუსურგესი როგორ დამძიმდა ყველაფერი როგორ დამძიმდა აბსოლუტი იყო რა ლაგიოს რა ლამაზი რა კარგი იყო რა უკნეს ამას ადამიანებს ერთმანეთთან გაჩერება დაპარაკი ეშინია ტელეფონზე მოსვლილი ეშინია ეს არის ბიძინა ივანიშვილის შექმნილი დემოკრატია. ესე იგი მე არ მჯერა რაც ასე აპლიკატურს უწოდებ იმ პარტიას რომელსაც 500-600 ეგრეთ წოდებული კოორდინატორი ხავს და თითოეულს 3 თვის განმავლობაში გადაუხადა 2000 ლარი თავის პრემიით და უხილავი უშიშროების სახაზი თავდაკიდე უმომა. მე არ მჯერა იმ პარტიის რომელსაც ხალბატონები უზის საარჩევნო უბანთან და აღრიცხავენ მიდიან გადარჩენას. მე არ მჯერა პარტიის აი ეს ამბობენ ეს ამას ქვია დემოკრატია ჩვენი. მე არ მჯერა იმ პარტიის ვისაც 6-8 საათამდე მანქანებით მიყავს ხალხი და ხმასაცემებს. ვინ მე არ მჯერა იმ პარტიების ვინც ამოჭრებს ხიდულს. ბედნიერი ვარ რომ არც ერთთან საქმე არ გქონია. არც ჩვენი ხალხები მჯდარას არჩევენ იმასთან არც ხალხი მიგვიყვანია მანქანით არც კოორდინატორები გქონია და არც 500-600 ლარი არ მივიცია. საერთოდ ჩემი პირადი საარჩევნო კამპანია 5000 ლარი დაჯდა. ну ალბათ 15,000 ლარი ჩემს პერიოდში რადგან დავხარჯეთ შტაბში და 5000 ლარი დაჯდა თლიანად საარჩევნო კამპანია. თუმცა თითოეული ერთ ამორჩეულზე 3 ლარს აკარიშობენ 150,000 ამორჩეულზე 450,000 ლარს. ბედნიერი ვარ რომ რა წესიერმა ხალხმა მომსახმა რომ მე 5000 ლარად ესე იგი 6000 ხმა მივიღე იმაში რომ ქუთაისში. ეს არის ქუთაისის სიძლიერე. ამ ქალაქს მუხ ჩაუხრათ უნდა სიცოცხლის ფასად უნდა ვემსახურო ამ ქალაქს. უნდა ერთი ადამიანი რომ ყოფილიყო ასეთი, მაგრამ უამრავია ასეთი ადამიანი. მე არ მჯერა იმ უნივერსიტეტის სადაც 1
$1,700,000 კარს პოლიტიზებული სტუდენტები ხარჯავენ. მე არ ვჯერა ხელმძღვანელების რომლებიც ასე იგი პენსიონერებს საარსებო მინიმუმსაც არ აძლევენ და ხელოვნების მოღვაწეებს აძლევენ იმის ნახევარს ასაც თვითონ. აი ქუთაისზე რომ დიდი შეტევა და ეს რომ დიდი ეროვნული ქალაქია, ამას ადასტურებს ის რომ თბილისში უნივერსიტეტებში უფრო მაღალი ხელფასია, თეატრებში უფრო მაღალი ხელფასია, 3,500 ლარს იღებს ჩვენგან წასული ბატონი დათო თვალიშვილი. მისი კოლეგა აქ იღებს 500 ლარს. მისივე რანგის თვითონ უამბობს 500 ლარს. ეს არის ქუთაისსა იღებს ვინმეს მას ეს ქალაქის მოსყოლი მონები არის. მონები თეატრს მეიცავენ, ხელოვნებას მეიცავენ, კულტურას მეიცავენ. ერთი არის ქუთაისის თორბოდოს არა აქვს, ახალ გამდგომარეობაში აღმოჩნდება კიდე სპორტი და სხვა გოლები აქვს. მე დასკვნის საკითხი მაქვს ერთი ძიმე რამსაკითხები, რომელიც ყველასათვის დასაფიქრებია. გაჭირვება ეს დაწერილი მოხდა უნდა წავიკითხო, რომ რაიმე ეს არის არ შეცვალო რაიმე. გაჭირვება ძიმე ყოფა შემყარა სწორედ რომ შეყვარა მხსნელის ძიების გზაზე. და ბიზინა ივანიშვილსა და მის კულტთან მიგვიყვება. ამ მდგომარეობაში ყოფნება შევქმნით ისეთი ბიზინა ივანიშვილი, როგორიც ის არ არის სინამდვილეში. თელი ტრაგიზმი იმაშია, რომ მანაც ირწმუნა, რომ ის მხსნელია და მან ირწმუნა ისეთი ბიზინა ივანიშვილი, როგორც თვითონ არის. აი როგორიც შევქმნით ჩვენ ისეთი ბიზინა ივანიშვილი დაიჯერა ბიზინა ივანიშვილმაც.